ხომ არ გაიხსენებთ მარადონასთან თამაშს? რთული იყო მისი მეტოქეობა? რა თქმა უნდა, რთული იყო. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და ჩემთვის პელე და მარადონა რჩება ყველაზე დიდ ფეხბურთელად, მათი რეკორდის მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. არგენტინასთან სამჯერ მომიწია თამაში. როდესაც გეუბნება მწვრთნელი პერსონალურად უნდა აიყვანა მარადონაო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არგენტინასთან თამაშამდე დამიძახა საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი ლობანოვსკიმ და მითხრა, დიეგო მარადონა უნდა დაიჭირო. წარმოიდგინეთ, ამას გეუბნებიან მსოფლიოში ნომერ პირველ ფეხბურთელზე. ფიქრობ, რაღაცა ქართველი ამომარჩია 22 ფეხბურთელში მეთქი. ეს ურთულესი საქმე იყო. მე მითამაშია ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ, მაგრამ მარადონა სულ სხვა იყო. არ მინახავს მისი დიაპაზონის მეორე ფეხბურთელი. უნიკალური იყო არა მხოლოდ თავისი ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში წამითაც არ ჩერდებოდა. დაიწყო თამაში და ამხელა ფეხბურთელს გაბარებენ, მის ჩაკეტვას გთხოვენ. ვიცოდი ეს ძალიან რთული იქნებოდა. ისიც გავიფიქრე, ეს იქნება ალბათ ჩემი ბოლო თამაში მეთქი, რადგან მარადონას დაჭერა შეუძლებელიც იყო. ვერ მოახერხეთ? ყველაფერი შედარებითია. იმ თამაშის მერე კიდევ 8 წელი ვიყავი ნაკრებში, გამოდის ცუდად არ მითამაშია. ჩემთვის ის იმიტომაცაა უდიდესი ფეხბურთელი, რომ ბევრი ხვდებოდა ფეხებში და ერთი ხმა არ გაუღია. რომ მომიწევდა უხეში თამაში, არ არსებობდა გაეპროტესტებინა. პირიქით მომეფერებოდა და არ მიიღებდა ცუდად. სხვებთან რომ მომიწევდა უხეში თამაში, ისინი პრეტენზიულები იყვნენ. მარადონა ამხელა ფიგურა იყო, მაგრამ არ იყო პრეტენზიული. ბედნიერი კაცი ვარ, რომ მასთან მოწინააღმდეგე გუნდში მითამაშია 2-3 ჯერ. როცა საქართველოში ჩამოვიდა, აქაც შევხვდი. აქაც ცოტა ხანი გავედი მეც მოედანზე, ცოტა ვითამაშეთ ერთად, მაგრამ აქ უფრო მეტად ახალგაზრდა ვეტერანი ფეხბურთელები გამოვიდნენ მოედანზე. მან ორივე ტაიმი ითამაშა, ვუყურებდი და ვხედავდი კიდევ ისეთ მაგარ ფორმაში იყო, რომ ახალგაზრდებს შეშურდებოდათ. თენგიზ სულაქველიძე დიეგო მარადონაზე.